მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ კლასტერ ბრეიქს და დღესაც მინდა გავაგრძელო ბავშვების თემა, რამდენადაც ისინი არიან ამსახველი ჩვენ ოჯახში არსებული სიტუაციის და დღეს ვისაუბრო ძალიან საინტერესო თემაზე, რომელსაც ქვია wish child-ი, ანუ სასურველი ბავშვი. და ნუ გასაგებია ხა ვინ არის სასურველი ბავშვი? ეს არის ბავშვი, რომელიც ვთქვათ ოჯახში ჩნდება, იქ სადაც დიდი ხანი არ ყავდათ შვილი, ეს შესაძლებელია იყოს მაგალითად ერთი სქესის ბავშვი ყავდათ რამდენიმე და უნდათ მეორე სქესის, მოკლედ რაღაცა ბავშვი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ. ხშირად სხვათა შორის არის ხოლმე გარკვეული გარემოებების შემდეგ გაჩენილი ბავშვი, ეს შესაძლებელია იყოს გარდაცვალება ოჯახში, როგორც სიცოცხლის გამგრძელებელი სიმბოლო, როგორც იმედის სიმბოლო და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით აქ აი ნეიტრალური გარემოებები არ არის. არის აი ძალიან დიდი რაღაცნაირი მაღალი მოლოდინები და დიდი ტვირთები, რომლებიც ხშირად არ არის ესე, რა თქმა უნდა, ვერბალიზირებული, მაგრამ შეიძლება ვერბალიზირებულიც იყოს სხვათა შორის და ბავშვს ესმის, რომ მისგან ელია რაღაცას, რომელიც მისთვის არის საკმაოდ რთული და გაუგებარი და ამიტომ აი ამ რაღაცა ტვირთით მას უწევს ხოლმე ცხოვრება. ეს არის პიპინია, რომელსაც თქვენ უკვე კარგად იცნობთ და ბავშვებზე საუბარი, ამიტომ კალთაში ზის. ერთი სიტყვით wish child-ი ძალიან ხშირად მიდის საკმაოდ მძიმე სცენარებში შემდეგ. მაგალითისათვის, აქ შეიძლება იყოს ის, რომ აი ადამიანმა ამ ტვირთს რეალურად ვერ გაუძლო და წავიდა რაღაცა ტიპის თვითსაბოტაჟში მაგალითად. აქ შეიძლება გამოჩნდეს დამოკიდებულებებიც. მაგალითად შესაძლებელია, რომ არ აეწყოს კარიერა, არ აეწყოს პირადი ცხოვრება, რაღაცა დისფუნქციურ ქცევაში წავიდეს, რაღაცა ტიპის თვითდესტრუქციაშიც წავიდეს და ასე შემდეგ. აი ხშირად კლასტერში როცა მოდიან ადამიანები და მეუბნებიან, რომ მე ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ ვიყავი ერთადერთი ბავშვი ნათესაობაში და ძალიან ვიყავი განებივრებული და ყველაზე ძმებლებოდა და იქ არანაირი იგნორირებაზე არ იყო საუბარი. ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ იგნორირება და უარყოფა ისეთივე მძიმე სცენარია, როგორც ესეთი ზედოზირებული ყურადღება და გარკვეული მოლოდინები ამ ბავშვებისგან, ხო? ამიტომ აქაც შეიძლება ესეთი გარკვეული გადახლართვები წავიდეს, სხვისი მოლოდინების გამართლება შესაძლებელია, რომ ამ ბავშვმა ამ სცენარს გაუძლოს და ფრიად წარმატებული ადამიანი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის ხოლმე კიდევ ერთი სცენარი, რომელსაც ფსიქოლოგიაში ქვია გამოსასყიდების სცენარი. თითქოს ის ცხოვრობს სხვებისთვის ამ ცხოვრებას, თითქოს წარმატებას აღწევს სხვებისთვის, თითქოს ჯერ უნდა გამოისყიდოს უფლება იმისა, რომ იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი ბედნიერებით. არის კიდევ ერთი სცენარი, რომელიც ასევე მძიმედ ვლინდება ხოლმე შემდეგ პარტნიორულ ურთიერთობებში და ეს არის უკვე აი გარემოება, როდესაც დედას არ უნდა მამაკაცი და უნდა შვილი. ამ შემთხვევაში ბავშვს არაცნობიერად ესმის, რომ დედას ის უნდა საკუთარი თავისთვის და არა უპირობოდ აქვს უფლება იმისა, რომ იყოს თავისუფალი და საკუთარ ცხოვრებას მიხედოს. აი თითქოს ის ეძღვნება დედას. ზოგადად ბავშვისთვის არის მძიმე გარემოება, როდესაც უხდება არჩევანის გაკეთება მშობლებს შორის, ან იმთავითვე ამ არჩევანის უფლებაც კი არა აქვს, ანუ არის უკვე განწერული მხოლოდ ერთ მშობელს. ეხლა აქ არ არის საუბარი რაღაცა მორალურ საკითხებზე და იმაზე, რომ აუცილებლად ქორწინება საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი გაჩნდეს და ასე შემდეგ. საერთოდ კლასტერ ბრეიქში, საერთოდ კლასტერში მორალურ საკითხებზე საერთოდ არ საუბრობთ ხოლმე. არის გარემოებები, არსებობს კარგი გარემოებები, შედარებით მძიმე გარემოებები და ყველაფერი გამომდინარეობს აქედან. ამაში არ არის საქმე, მთავარი არის ფსიქოლოგიური მექანიზმების ცოდნა და გააზრება იმისა, რომ ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და ამ ოჯახურ სქემებთან გადახლართვები, აი ეს რაც არის რეალურად აი სქემათერაპია, ეს ყოველთვის არის დასამუშავებელი, ეს მუშავდება და აქედან გამოსვლა არის შესაძლებელი. აი ძალიან კარგად დგება ეს საკითხები სისტემურ განლაგებებში, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მოკლე და ნათელი საშუალება არის ხოლმე, რომ ეს დავინახოთ. ჩვენ 23-24 დეკემბერს გვაქვს თბილისში სისტემური განლაგება, გამოიყენეთ ეს შანსი, რომ აი ეს პრობლემები, რა პრობლემებიც არის რეალურად, რომ დავინახოთ, საიდან მოდის, საკმარისია ხანდახან დაინახოს, საიდან მოდის ეს, რა სქემა არის, რომ ამასთან ამის ამუშავება მოხდეს. ასევე ჩვენ გვექნება სისტემური განლაგება მალდივებზე 8-18 იანვარს და იქ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ღრმად ჩავალთ ამ ყველაფერში. ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ დავკონცენტრირდეთ ჩვენ აი ამ საკითხებზე, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ
პიროვნული განვითარება აბსოლუტური პრიორიტეტი არის. მხოლოდ პიროვნებას შეუძლია კარიერული ზრდაც, პარტნიორულ ურთიერთობებში ზრდასრულად შესვლა და წარმატება. ყველაფერი მოდის პიროვნებიდან. როდესაც არის პრიორიტეტი სწორი, მაშინ ადამიანი ყველა საშუალებას პოულობს ამისთვის, დროსაც გამონახავს და ასე შემდეგ. როდესაც ენერგია არის მიმართული სწორად. უბრალოდ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენთან ისე როგორც პრინციპში ყველგან ფსიქოლოგიური ცნობიერება საკმაოდ დაბალი არის. ამიტომ ჩვენ არ გვესმის, რომ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. ვერანაირი ზრდა ვერ იქნება პიროვნული ზრდის გარეშე, ვერანაირი წარმატება ვერ იქნება პიროვნული წარმატების გარეშე. იმედია, რომ რაღაცა სახით მოძებნით იმის ენერგიას, დროს, სურვილს პირველ რიგში და პრიორიტეტებში გამოჩნდება ეს თქვენთან, რომ კლასტერში იქნება თუ სადმე სხვაგან იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. დაამუშაოთ ეს საკითხები და აი ეს გახდეს უკვე ჩვენი წინსვლის ფაქტიურად გარანტია. მე გისურვებთ წარმატებულ დღეს და გემშვიდობებით დღეს ამით.